აი მეგობრებო, ეხლა სამების ტაძარში ვარ. აქ ხშირად მიწევს მოსვლა. და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ აი აქ ადამიანები დადის და იცით უმრავლესობა აქ თითქმის კვირის განმავლობაში აქ რო დააკვირდეთ, უმრავლესობა არის უცხოელი. ამ საკითხში ცუც ისეც ვერაფერს ვერ ხედავ, რომ უცხოელი მოდის, მაგრამ ხო შეიძლება რომ ერთი მაგდენი ქართველიც დადიოდეს. სამწუხაროდ ქართველი ერთი მაგდენი აქ ვერ მოდის და ვეღარ ახერხებს მოსვლას. ძალიან სამწუხარო ფაქტი არის ეს რა. აქ მე ძალიან ხშირად დავდივარ, მადლობა ღმერთს ამისთვის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მეც უცხოელები დამყავს, მგონი იცის ბევრმა. და საქმე ის არის, რომ როდესაც ტაძარში ვარ და ტაძარში შესვლა მიწევს და აი ხშირად დიდი ხანი ხანდახან დავყოფთ ხოლმე. აი ეს უცხოელები არიან იქაც უამრავი შიგნით ტაძარში. და როდესაც ესენი იღებენ აქ ვიდეოებს და ასე შემდეგ, აი არ ვიცი, გული მიღონდებასავით ისე არის ჩვენი საქმე რა. არ იცი ვინ არის, რა არის, რატო იღებს ვიდეოს, რაში ჭირდება, რა უნდა, სიყვარულის გამო თუ იღებს, კი ბატონო, მაგრამ ძალიან ეჭვი მებადება იმის მიმართ, რომ არაბი, კრიშნაიადარი, მუსულმანი თუ ჰინდუიზმი ეს წარმოადგენელი რომ მოდის აქ და იღებს ამ ვიდეოს, რატო იღებს? ძალიან საკითხავი არის ეს საკითხი რა. და ამ თემას მიყავართ იქამდე რაც დღეს ხდება რეალურად და მოსალოდნელი საფრთხე გომუქრება ყველას. ჩემო კარგებო, აი ამ არაბული ქალაქების აშენება ეს არ არის მხოლოდ ლიტონის სიტყვები. ეს მართლა აშენდება თუ ჩვენ ამათ დავაცადეთ, ამ არაბებს თუ დავაცადეთ და ეს პროექტი თუ არ ჩაიშალა, ეს მართლა აშენდება. მაგინი შემოიყვანებენ მინიმუმს გეუბნებით, მე პირობას ვძებ, რომ მინიმუმ 100,000 უცხოტომელი აქ შემოვა. და იმ 100,000 ხალხი შემოყვება მინიმუმ 2 ადამიანი. 300,000 და 300,000 60 წელიწადში გახდება 1,5 მილიონი ეს მინიმუმ. 1,5 მილიონი თბილისში ქართველი საერთოდ არ ვართ, იცით თქვენ? და ეს მოედება არა მარტო თბილისს, საერთოდ აგულეკავს ეს პირობა, რაც ამას უდევს წინ ამ არაბულ ქალაქებს. ხალხო, ძალიან გთხოვთ, მოდით გამოუფხიზლდეთ. მოდი მართლა დაუდგეთ ყველა ერთმანეთს გვერდში, იმიტომ რომ აქ შეცდომები ყველას გვაქვს დაშვებული, პირადად მეც მაქვს დაშვებული შეცდომები, მაგრამ არასოდეს არ შემომიყვანია არავინ, ვინც აქ დარჩენას დააპირებდა და აქ რაღაცა ხალხის შემოყვანას დააპირებდა. ძალიან გთხოვთ, ყველა დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს. ყველა მოვიდეთ შვიდში, ყველა გავერთიანდეთ. ძალიან გთხოვთ, ჩემო კარგებო. ეს არამც და არამც არ უნდა დაუშვათ. რა უთხრათ ჩვენს წინაპრებს, ჩვენს მეფეებს? რა უნდა უპასუხოთ? ვინა ვართ ჩვენ, რა ადამიანები ვართ, როგორ შევინახეთ ჩვენი ქვეყანა? ჩვენ არამც და არამც არ უნდა შემოუშვათ ისეთი ხალხი ჩვენ ქვეყანაში, რომლებიც აქ გამრავლდებიან და თავის პირობებს დაგვიყენებენ. თავის პირობებს წაგვიყენებენ და ჩვენი სამართავი აღარაფერი აღარ იქნება ამ ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ვიქნებით მართლა ვიქნებით მათი მონები. ჩვენ მართლობა მათ ხელში გადავა, ამას როგორც ახლა ამ წმინდა ეკლესიას უყურებ, ისე იქნება. დარწმუნებულები იყავით ამაში, ეს მართლა ესე იქნება. თუ ისინი უმრავლესობაში მოვიდნენ, ამას აუცილებლად გააკეთებენ და სადავეები მათ ხელში გადავა. ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. ღმერთმა ინიბოს, რომ ეს ასე არ მოხდეს.